იტანს იმ ალტერნატივას, რომელსაც შეუძლია რეჟიმის წალიკვა, როგორც არჩევნების გზით, ისე რევოლუციის გზით. მე თავისთავად არც ერთი გზა არ მგონია გამორიცხული, ერთ წამით. ეხლა შენ თქვი რომ ესე იგი რევოლუციის დაკვეთას უპასუხაო ლევან ხაბეიშვილმა და მეგობრებო საკუთარ შეცდომებზე ხო უნდა გავიაზროთ და ხო უნდა ვისწავლოთ 4-ში ვიწყებ და 4-ში ვამთავრება არის რევოლუციის აი მაგაზე ირაკლი გიპასუხებს ამ აბსურდის უნდა მაგაზე ირაკლი გიპასუხებს ალბათ ავტორიტარული რეჟიმში და 4-ში მაგ ამბავს მე ის ვახსენე რომ გაემიჯნეთ ხო იმიტომ რომ ის სწორი გზა იყო მეთქი გარ არა დაკვეთას უპასუხაო ფაქტობრივად ეს თქვი და ეს არ ყოფილა რომ დაკვეთა ხანდია რომ ვეთახვევი ბატონ ვასილს რომ თანამდებობრივობა მნიშვნელოვანია პოლიტიკაში და ეხლა რაც შეეხება თანამდებობრივობის ნაწილს და ეს მინდა რომ კარგად ჩავშალო და იმედი არავინ არ შემაწყვეტინებს ეხლა რაც შეეხება თანამდებობრივობას ბატონი ვასილი წარმოადგენს პარტია ფედერალისტებს რომელიც 2024 წლის არჩევნებზე ადამიანებს ეუბნებოდა რომ თქვენ ხმა უნდა მიცეთ 9-ს და 25-ს ან გახარიას ან ლელოს იმიტომ რომ 4 და 5 ნომერი ანუ გვარამიას პარტია და მიშას პარტია არიან ავტოკრატიული რეჟიმის წარმონაქმნები და ამიტომ უკეთესი ალტერნატივა იქნება ლელო და გახარია გამოხდა ხანი და ლელოს და გახარიას აღმოჩნდნენ რეჟიმის ნაწილები და ეს ადამიანები ლელოს და გახარიას გაემიჯნენ გადის რაღაც პერიოდი მაგალითად 2026 წლის იანვარი ეხლა ვიცი რამდენიმე თვით წინადე რაღაც თუ თანამდებობაზე ლაპარაკი ეს პარტია კონკრეტულად მათი ლიდერი ამბობდა რომ მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის აგენტი პირდაპირ ესეთი ბრალდება რომ საჯაროდ ნიუსიდებს არავის რაზე ლაპარაკობთ ბოდიში მიხეილ სააკაშვილზე ქალბატონი თამარ არა ცილსწავლებ კი იმიტომ რომ ლაპარაკი იყო იმაზე ერთ-ერთი დავასრულებ მე სასამართლოში ვიჩულეთ როგორც ბაიაპატარა შემთხვევაში და იქ გაარჩიეთ მე ცილსწავლებ თუ არა ეს არის საჯარო ნიუსი რომ სააკაშვილი არის ავტოკრატი კაი რუსეთის აგენტი არ გვიდა არის ავტოკრატი ის ვერ იქნება ამ ქვეყნის ალტერნატივა ის არის ჩასარეცხი ავიცი რა სიტყვებით არ მოიხსენიებდა და ერთ თვეში ზუსტად თებერვალში აკეთებენ ალიანსს სადაც მიხეილ სააკაშვილი თამარ ჩერგოლეშვილი ეხა მისაგებს რომ ის არის თურმე ალტერნატივა და ის არის მომავალი მთავრობა რომელთან ერთადაც ხელისუფლების შეცვლას აპირებს. შემდეგ ალიანსში შემოიყვანა გიგი წერეთელი ადამიანი რომელსაც აბრალებდა თვეების წინ და რომლის გამოც პარტია დაშალა ევროპული საქართველო და ამბობდა რომ გიგი წერეთელი არის არჩევნების გამყალბებელი გიგი წერეთელმა გაგიყალბათ ხო შიდა პარტია გიგი წერეთელმა აი გიგი წერეთელი როდესაც ახლა ალიანსში ყავდა მასთან ერთად მეუბნებით რომ ჩვენ ვართ ქართული ოცნების ალტერნატივა რანაირად შეიძლება საშუალო სტატისტიკური მოქალაქე რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არსებულ ოპოზიციურ სპექტრზე თქვენ ნდობა გამოგიცხადოთ ერთ როგორ შეიძლება რომ ნდობა გამოგიცხადოთ ერთ წამი მეორე პირველი როცა მეორე არა დავასრულებ გაგაცემინებ ბოლოს მიპასუხებ როცა ერთ დღეს ერთსამობთ ერთ დღეს ამბობთ თქვენ თანაპარტიელზე რის გამოც პარტია დაშალეთ და თქვენ თანამშრომლობა ერთ პარტიაში ვერ მოახერხეთ რომ ის იყო არჩევნების განყალბებელი მე მოქალაქემ როგორ უნდა დავიჯერო რომ გიგი წერეთელი როდესაც ხელისუფლება შეიცვლება ცესკოს თავმჯდომარე თუ გახდება ის ქვეყნის არჩევნებს არ გააყალბებს ამაში როგორ არწმუნებთ მოქალაქეს უბრალოდ გიგი წერეთელს ევროპული საქართველოს დაშლის შემდეგ საშუალება არ მიცემია რომ რამე არჩევნები გააყალბებინა თორე დარწმუნებულია რომ არანაირი გარანტია იმ კაცს შენ იღებ პასუხისმგებლობას რომ გიგი წერეთელი თუ ხელისუფლებაში მოვა არჩევნებს მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ჩვენ ფედერალისტები როდესაც მოვართ აი მეგობრებო მე ვიღებ პასუხისმგებლობას ფედერალისტები როდესაც ერთი კითხვა ამ ქვეყანაში არჩევნებს ვერ გააყალბებს ვერავინ რაც შეეხება გიგი წერეთელს იღებ პასუხისმგებლობას შენ სერიოზულად გონია რომ ალიანსში ვისთანაც თანამშრომლობ ყველა ინდივიდუალურ ადამიანზე არა რა შუაში კაცო ამბობ რომ ალიანსში ვითხოვს მასთან ერთად ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და მაინტერესებს ხელისუფლებაში მოსვლას ვისთან ერთადაც აპირებ სააკაშვილზე და გიგი წერეთელზე იღებ პასუხისმგებლობას ერთი ამბობდი რომ იყო ავტოკრატი და მეორეზე ამბობდი რომ იყო არჩევნების გამყალბებელი ოპოზიციის ალიანსი არჩევნო ალიანსია ანუ ერთ სიაში არ აპირებთ ყოფნას ვაპირებთ სამი წაიკითხე რომ ვაპირებთ კარგი არ აპირებთ ესე იგი ახლა გაიგე ეს და ახლა თავიდან უნდა დაიწყო იმ ყველაფრის გადამღერება რაც აქამდე ილაპარაკე ამიტომ დაგეცდია და გეტყოდი ერთარობაში ვაპირებთ ყოფნას ერთარობაში ვაპირებთ თუ ქართველი ხალხი მისცემს მას მანდატს რაც საკვირველია მე კი არ წყვეთ თავრობაში ვინ იქნება ქართველი ხალხი დღეს მეუბნები შენ ქართველ ხალხსო გიგი წერეთელი არის შენი არა დღეს მე ვეუბნები რომ მე დღეს მე ვეუბნები ქართველ ხალხს რომ ამ რეჟიმის წაქცევას არა მე იმას კი არ ვეუბნები რომ გიგი წერეთელი არის ალტერნატივა მე იმას ვეუბნები ამ რეჟიმის წაქცევა შეიძლება დავასრულო ალიანსი არის თუ არ არის ალტერნატივა თუ არის ალიანსი ალტერნატივა გამოდის რომ გიგი წერეთელი ალტერნატივა კი პატრი მოდი მივცეთ შესაძლებლობა და უღმესი მადლობა ალტერნატივა არის
კი არა, ჩვენი ალიანსი შეიქმნა იმის გამო, რომ მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვამბობთ, უნდა გავიაზროთ, რომ ხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ. უნდა გავიაზროთ, რომ აქ პოლიტიკური ცხოვრების მკვლელობა გაცოცხლებაზე არ დგას საქმე. აქ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე დგას საქმე. მართლა დამოუკიდებლობაზე დგას საქმე. დამოუკიდებლობაზე ის დამოუკიდებლობა, რომელიც უნგრეთში იყო გარანტირებული ევროკავშირის და ნატოს დროშის ჩვენთან რო გარანტირებული იყოს, ამისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა პოლიტიკური აქტორი არ აქვს მნიშვნელობა მე მათზე რა წარმოქმნის თვარ და არ აქვს მნიშვნელობა მე მათთან რა პოლიტიკური წარსული მაკავშირებს. ხალხისთვის მნიშვნელობა იმას აქვს, რომ აბსოლუტურად ყველა ვინც ხედავს, რამხელა საფრთხეა რუსული რეჟიმი დღეს ქვეყნისთვის, გაერთიანოს ძალისხმევა იმის გარშემო უკაცრავად დიანა, რომ წაიქციოს ეს რეჟიმი და ქართულ ხალხს დაუბრუნოს თავისუფალი არჩევნების უფლება. ქართულ ხალხს აშანტაჟებს იმით, რომ ერთხელ და აღარ ჩაგეჩრება. ქართულ ხალხს აშანტაჟებს იმით, რომ თუ გიგი წერეთელი ქართულ ხალხს არ არჩევს, ამის გამო გავრუსტებით. ეს არის მთელი შინაარსი, ეს არის ლაპარაკი. ძალიან უხარისხო დემაგოგია, რომ კაი, ეგრე მაგას მართლა არ ველოდან იყო, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი. 2024 წელს და პრაიმერის რაც შეეხება. მეგობრებო, ჩვენ 2023 იმ წამიდან მოყოლებული, რაც ჩვენ ქართულ პოლიტიკაში შემოვადგით ფეხი, კონკრეტულად გულისხმობ მაშინდელი ევროპულ საქართველოს განახლებულ გუნდს, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს და განსაკუთრებით პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს სისტემური პრობლემა და ეს სისტემური პრობლემა არსებობს ყველა პარტიაში. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობდით, რომ ახლებური დემოკრატიული იმპულსზე ქვემოდან ზემოთ დამყარებული პარტიული სისტემა შეგვიქმნა, ამისთვის გადავწყვეტეთ ევროპული საქართველოს რეფორმირება, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით ამ ტრანზიციულ პერიოდში ამ ქვეყანაში, როდესაც გამოდივართ ავტორიტარიზმის ჰიპნოზიდან და უნდა მოხდეს საბოლოოდ ამ საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაცია და ამას ძალიან ბევრი პოლიტიკური სტრუქტურა რა თქმა უნდა შეეწირება. ერთი რამე რისი თქმაც მინდა არის რომ ამ გამოყოფის შედეგად ფედერალისტები არის უფრო საღი, უფრო დემოკრატიული, უფრო ქვემოდან ზემოთ ალიანსის თანამშრომლობა შედგა დაწერილი წესების გარშემო, იმ წესების გარშემო, რომელიც ჩვენ სხვა შორის ევროპულ საქართველოში ვერ გავიტანეთ. მაგრამ ეხა იმ ევროპული საქართველოს ლიდერები დათანხმდნენ ამ წესებს და დღეს ამ წესების გარშემო არის თანამშრომლობა.